არმანჩიკამ თავის ბოლო ინტერვიუში ერთ-ერთ პოდკასტში გამოვიდა და ისეთი რაღაცა თქვა UFC-ზე, რომ შეიძლება კიდევ ერთხელ მიიღოს წკეპლა ტრაგზე UFC-სგან. ჯერ მოკლედ ის თქვა, რომ მე რუსი მებრძოლი ვარ, რომელიც უბრალოდ სომხეთის სახელით გამოდისო, იმ პირობით მომცეს კონტრაქტი, რომ სომხეთის სახელით გამოვიდოდი და არა რუსეთის სახელითო და მეც დავთანხმდიო. Well. ხო, სხვათა შორის ეს ის კაცია, რომელიც იძახის, რომ რუსეთში უფრო კარგი ხაჭაპური იჭმება, ვიდრე საქართველოში. მაგას ახლა თავი გავანებოთ, საინტერესო ისაა, რაც UFC-ზე თქვა. მოკლედ არმანამ თქვა, რომ UFC-ში საერთოდ არ გჭირდება მოქალაქეობა, რო აჩვენო UFC-ს, შეგიძლია ნებისმიერ ბრძოლაში, ყოველ შემდეგ ბრძოლაში სხვადასხვა ქვეყნის სახელით გამოხვიდეო. არმანამ რას თქვა, ზუსტად იმის საპირისპიროდ ხედავთ ჩვენ UFC-ში. აი ეს მებრძოლი ენტონი ჰერნანდეზი, ვინც არის მექსიკელი მებრძოლი წარმოშობით, რომელიც აქამდე გამოდიოდა ამერიკის სახელით. საინტერესო ის არის, რომ ენტონიმ თავის ბოლო ბრძოლაში რომანასთან ცადა რომ შეეცვალა და გამოსულიყო მექსიკის სახელით, თუმცა UFC მას მოსთხოვა მოქალაქეობა თუ ქონდა. ასევე მოთხოვა თავისი ბებიის და ბაბუის დაბადების მოწმობა, რომ ნამდვილად მექსიკელები არიან. ხო და მართლა თუ ესია, როგორც არმანა იძახის, ამ კაცს რატო შეექმნა პრობლემები მაგ ხრივ საინტერესოა. ეს ორი ძმები შეიძლება გასული ქარდიდან გახსოვდეთ, ჯავი და ფარიდ ბაშარატი. კიდევ ერთი არის ნასრათ აქბარასტი და ეს მებრძოლები არიან ავღანელები და საერთოდ ისე გამოდიან მათ სახელთან მათი ქვეყნის დროშა საერთოდ არ ჩანს.